და დაკითხვიდან მალევე გიგი უგულავას მხარდამჭერე აქცია მოეწყო უფლებამოსილება შეჩერებული მერისთვის ახალი ბრალის საყენების გამო ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისი თანაგუნდელები შეიკრიბნენ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და დედაქალაქის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემას თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს უკავშირებენ. რატი ხვისდას ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რატი უფრო კონკრეტულად რა მოთხოვნებით იყვნენ აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები. ნაციონალური მოძრაობის და მათი აქტივისტების აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან ზუსტად 1 საათს გაგრძელდა. მოთხოვნების მთავარი ადრესატი კი საქართველოს ხელისუფლება იყო. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. აქციას ესწრებოდა თავად გიგი უგულავაც და ნაციონალური მოძრაობის სხვა მაღალჩინოსნებიც. მაშინ როცა ერთად ვიზეიმეთ 2 დღის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მიერ გადმული ევროპისკენ, იქსაც ჩვენი ადგილია. ერთი ეს მისია ჯერ დასრულებული არ არის და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სულ და მეორე ასეთი ხედვით, ასეთი გუნდით, რომელსაც თვითონ არ აქვს რწმენა საკუთარი ქვეყნის მომავლის, რომელიც არის აბსოლუტურად უნიათო და არაფრის გამკეთებელი და ერთადერთი, რადგან ფოკუსირებულია არის ოპონენტების დევნა, ჩვენ შეგვინელდება ეს სვლა და მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით ამომრჩეველებთან და ხალხთან ერთად. მინდა რომ თავისუფალი ვნახოთ ჩემი საქართველო და არ იყოს ამდენი პოლიტიკური დევნა, ამდენი ჩხუბი, დავიდარება, შევრიგდეთ ოპოზიცია, პოზიცია და ნორმალურად შევიდეთ ევროკავშირში. აქცია უკვე დასრულებულია. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურ ზეწოლას, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მადლობთ რატი ხვისტანი საუბრობდა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან.